მოგესალმებით. ეს არის თავისუფალი პოდკასტი თავისუფალი ადამიანებისთვის. ეს არის ნებას პოდკასტი, რომელსაც წავიყვანთ მე ნიკა წერეთელი და ფსიქოთერაპევტი თამას ტუღუში. დღევანდელი ჩვენი პოდკასტის თემაა თანადამოკიდებულება და დღეს ჩვენ ვისაუბრებთ თანადამოკიდებულ ადამიანებზე და რას ნიშნავს ზოგადად თანადამოკიდებულება და რა კავშირში არიან თანადამოკიდებული ადამიანები დამოკიდებულ ადამიანებთან. მოკლედ დავიწყოთ, ბევრი რო არ ვილაპარაკოთ. კარგი დავიწყოთ. კარგი პირველი ესეთი თემით მინდა შემოვიდე. იმიტომ რომ ეს ძალიან მეხება, ხშირად ხვდები ისეთ ადგილას, სადაც თუ დამოკიდებულებას ვახსენებ, იქვე თანადამოკიდებულება არის ნახსენები და აუცილებელი არ არის, იმიტომ რომ ესეთი დასახელება და ესეთი დეფინიცია შემოვიდა თანადამოკიდებულების, თითქოს თანადამოკიდებულები არიან ის ნათესავები, ან მშობლები, ან ცოლები, ან ადამიანები, ვინც უშუალოდ ცხოვრობენ და ამ ტკივილს განიცდიან დამოკიდებულ ხალხთან ერთად. მეც ესე მესმის, ამიტომ ჩამოვაყალიბეთ ხო? კი, კარგი. მაშინ ესე უნდა ვთქვათ, რომ თანადამოკიდებულება ესეც არის. ეს არის თანადამოკიდებულების ქცევის ერთ-ერთი დამახასიათებელი. ფორმა. ერთ-ერთი თვისება. ჩვენ მოვიყვანთ ახლა დეფინიციას თანადამოკიდებულების, რომელიც ყველაზე ზუსტად, ჩემი აზრით, ყველაზე ზუსტად გადმოსცემს რა არის თანადამოკიდებულება. თანადამოკიდებულება არის დესტრუქციული ქცევა, რომელიც სათავეს იღებს ღრმა ბავშვობაში გადაულახავი ამოცანების ნიადაგზე. და ეს ამოცანები უშუალოდ და აუცილებლად ეხება ამ ადამიანების პიროვნულ განვითარებას. ესე იგი, ახლა რა ვთქვი? რატომ არის ეს ყველაზე ზუსტი დეფინიცია თანადამოკიდებულების? ესე იგი, ჩვენ რო დავიბადეთ, რაღაცა ფაზები გავიარეთ და ამ ფაზებს ეხება ფსიქოანალიზიც. ამ ფაზებს რას ნიშნავს? ფსიქოანალიზი შეეხო პირველი, მერე ამ ფაზებს შეეხო სხვა ფსიქოანალიტიკოსი ფროიდის გარდა, ერიკ ერიქსონი და უფრო რაღაცა ფაზებზე ორიენტირებული ფსიქოანალიტიკური ხედვა მოგცა აი ამ ადამიანის მთელი ცხოვრების და რა ხდება? ამ ფაზებზე ყველა ფაზაზე გვაქვს რაღაცა გარკვეული ამოცანები, რომელსაც უნდა გავართვათ თავი და გადავიდეთ შემდეგ ფაზაზე. ეს კომპიუტერული თამაში რა, პირველ ლეველზე გახვედი ვიღაცა გავიგე. ანუ თანად იგივე განმარტება აქვს თითქმის რაც დამოკიდებულს. ეხლა რაც თქვით თანადამოკიდებულებასაც? კი, და რატომ? იმიტომ რომ თანადამოკიდებული ადამიანი ზრდის დამოკიდებულ ადამიანს. რო დავждე და ვიმარჩიელოთ რომელი იყო პირველი, ქათამი თუ კვერცხი, ანუ თანადამოკიდებული იყო თუ დამოკიდებული, მე ჩემას დავაფიქსირებ და ვიტყვი რომ ჯერ იყო თანადამოკიდებული ადამიანი, რომელმაც გაზარდა თანადამოკიდებული, მეორე თანადამოკიდებული ადამიანი. რას ნიშნავს? რომ ერთმანეთს დამოკიდებული ადამიანები არის. და ნარკოტიკი ამ შემთხვევაში არის ან ალკოჰოლი, ან თამაში, ან ნებისმიერი დამოკიდებულების ქცევა არის მოახდინოს მეორე ადამიანმა სეპარირება აი ამ თანადამოკიდებლური ურთიერთობიდან. მოდი ავიღოთ დედაშვილის მაგალითი. ხო, აი დედაშვილის მაგალითი. კარგი, პირდაპირ ეგეთი მაგალითი ავიღოთ, მაგრამ მაგ მაგალითებამდე სანამ მივალთ, შეგვიძლია ფაზები განვიხილოთ. განვიხილოთ ფაზები. კარგი, განვიხილოთ ფაზები და გავარკვიოთ რა, ანუ რას შევეხე ახლა. და რატომ არ არის აუცილებელი ნარკომანი იყოს შეიძლება იყოს ოჯახი თანადამოკიდებულ ურთიერთობაში, იმიტომ რომ ესე რომ ვთქვათ, თანადამოკიდებული ადამიანი არ არის ესეთი რაღაც განმარტება რა. ტრენდული გახდა ეს სიტყვა და ამიტომ ხო, ეს სიტყვა ტრენდული გახდა და ყველა დამოკიდებული ვარ მე და რაღაც. ხო. და არავინ არ იცის რა არის ეს. ხო, მე გეტახმები მაგაში რომ ბევრმა არ იცის. ხო. არსებობს თანადამოკიდებულების წრე. საინტერესოა. ხო, თანადამოკიდებულების წრე. და რა წრი არის ეს? თუ ჩვენ განვიხილავთ
და ვიღებთ პიროვნებას თანადამოკიდებულს, რომ ამბობთ, რომ ეს ადამიანი არის თანადამოკიდებული, ეს იმას ნიშნავს, რომ მან რაღაცა პიროვნული ზრდის ამოცანები ვერ გადალახა, აი არ დაუკმაყოფილდა ის მოთხოვნილებები წინაზე რაზეც ვისაუბრეთ, აი ეს 5 ემოციური მოთხოვნილება, თუ ინმეს არ გახსოვთ, ან არ გაქვთ ნანახი, შეგიძლიათ წინა ჩვენი პოდკასტი ნახოთ და გაიგებთ რა მოთხოვნილებებზია საუბარი. აი ამ 5 მოთხოვნილების არ დაკმაყოფილების შემთხვევაში ადამიანი მიდის ამ დესტრუქციულ დაზრდის ტოქსიკურ ურთიერთობამდე. გავიგე და ანუ იქ რო ვერ დაიკმაყოფილა ბავშვობაში, ეს გადმოვიდა დიდობაში და ეხლა დაიწყო თავიდან ამის კეთება და გაზარდა ანუ დამოკიდებული ადამიანი. კი, რა თქმა უნდა, რას ნიშნავს ეგ? მაგას ამბობს ფროიდიც, ანუ ფსიქოანალიზიც, მაგას ამბობს გეშტალტ თერაპიაც, რომ რაღაცა დაუხურავი საქმეები. ანუ ბავშვობაში რა საქმეს ვერ დაუხურე, ის მომყვება მთელი ცხოვრება. აი მაგალითად, არ გვინდა ბავშვობაში. ეხლა შე რო გწყუროდე და წყალი არ დალიო აქ, სადაც წახვალ, იქ მოგინდება წყლის დალევა. აუცილებლად. ხო? ეს ჩვეულებრივი ამბავი. და თუ დავინახე წყალი, მით უმეტეს. ხო, ფოკუსში ამოვა წყალი ფონიდან, ყველგან შეიძლება წყალს ხედავდე, სადაც იქნება. შეიძლება, ხო. ეს რატომ? იმიტომ რომ თუ რაღაცა არ შესრულდა, არ დაიხურა, ჩემშია ეს ციკლი არ დაიხურა. ეძახიან და გეშტალტის დახურვასაც. ეს თუ არ მოხდა, ეს ფოკუსი მე თან მომზდევს ყველგან. მეჩხირება ყველგან. და ესეც აი იმ დაუკმაყოფილებელი მოთხოვნილებებიც ეღაროთ, ეს ის ზუსტად ის დაუხურავი საქმეები და დაუხურავი გეშტალტებია, რომელსაც მე მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში ვცდილობ რომ დავხურო სხვადასხვა დესტრუქციული გზების საშუალებით. ბოდიში აი შეიძლება დებილური შეკითხვა გაგაწყვეტინებ. აი მაგალითად ბავშვობაში თუ ველოსიპედი არ მიყიდეს და მინდოდა სულ ველოსიპედი და არასოდეს არ მეღირსა, მე ვცდილობ რომ ჩემ შვილს გქონდეს ბევრი ველოსიპედი? დაახლოებით ეგეც არის, ეს ნეიროლინგვისტებს აქვთ ესეთი ძალიან კარგი გამონათქვამი. შენ თუ ბავშვობაში არ ყავდა ველოსიპედი, შენ ბავშვობაში ველოსიპედი აღარ გეყოლება. აი არის რა. გავიგე. ბოდიში და რამდენი ველოსიპედიც არ უნდა იყიდო ეხლა და არ უნდა უყიდო სხვას, აი მოთხოვნილებას იქ ვერ დაიკმაყოფილებ ამით. აქ. უბრალოდ უნდა ისწავლო იმასთან ერთად აქ ცხოვრება. გასაგებია, ბოდიში დაუბრუნდეთ იმ წრეს, სადაც ვიყავით. თანადამოკიდებულების წრეა. თანადამოკიდებულების წრე. და რას ნიშნავს ეს? ყველაფერს საერთოდ რასაც ვეხებით, აქვს ორი მხარე. მედალს აქვს ორი მხარე. პოლარობა. ხო. მინუსი, პლუსი, ესეთი ამბავი. და ძალიან კარგი სიტყვებია ჰერმან ჰესეს ნაწარმოებში, ესეთი სითარტაში, ესე უკვე დასასრულისკენ არის ეგ სიტყვები, რომ ნებისმიერი ჭეშმარიტება პოლარობა, რომელსაც აქვს, ანუ რაღაცა ჭეშმარიტება, ხო არის რაღაც ჭეშმარიტება და მისი საწინააღმდეგოც ჭეშმარიტია. ანუ ისიც ჭეშმარიტია და ესეც ჭეშმარიტია. ანუ ჰერმან ჰესეს თუ დაუჯერებთ, ნებისმიერი ჭეშმარიტების საწინააღმდეგო მხარეც ჭეშმარიტება. კი. ცოტა გაუგებარია, მაგრამ მაგას ჩავეძიები. ეხლა გავიგებთ. ეხლა დავიწყებ ჩამოყალიბებას, რა არის თანადამოკიდებულება. თანადამოკიდებულება არის დესტრუქციული ქცევა, რომელსაც ჩვენ შევიძენთ მერე ცხოვრების განმავლობაში და რომელიც ჩნდება იქიდან რომ ჩვენ ადამიანებმა ბავშვობაში, ღრმა ბავშვობაში ვერ გადავლახეთ რაღაცა პიროვნული ზრდის ამოცანები. საიდან მოდის ეს თანადამოკიდებულება? ყოველთვის ჩნდება. რა არის თანადამოკიდებულება? კი, მოდი გავიგოთ, საიდან მოდის და მივხვდებით რა არის საერთოდ თანადამოკიდებულებაც. ესე იგი, ადამიანი რო იბადება, ბავშვი რო იბადება, აუცილებლად ბუნებრივად ეს ბავშვი ხდება თანადამოკიდებული. თანადამოკიდებულია დედაზე. ანუ დამოკიდებულია დედაზე. მოდი თანა მოვაშოროთ ცოტა ხანი. დამოკიდებულია დედაზე. ანუ სიმბიოზურ ურთიერთობაშია დედაზე. ეგ კი ლომის ბოკვერი საფარიში რო იბადება, ისიც თავიდან დამოკიდებულია პრაიდზე. თორე რო არ აჭამოს დედამ, შეიძლება სხვა ლომა შეჭამოს, ან დედამ რო არ დაიცვას, სხვა ლომი დაესხმევა თავს. მოკლედ ლომიც კი
ხო, ანუ დაბადებული საფარიში, სადღაც აფრიკაში, ისიც თავიდან სიმბიოზურ ურთიერთობაშია დედასთან. ხო, ანუ რატო ამ გეკითხები, იცი? ანუ თანადამოკიდებულის და დამოკიდებულს დაახლოებით ერთნაირი განმარტება აქვს. ხო, მოკლედ. ბავშვი რო ჩნდება აუცილებლად თანადამოკიდებულ ფაზაში დედასთან. რატო? ეს ბავშვი დედასთან იყო 9 თვე მუცელში, ზოგი 7, ზოგი 8, ზოგი 9 და უცბად გამოვიდა სამყაროში. მან არც ლაპარაკი იცის, არაფერი არის, არც თვითონ ჭამა იცის, არც საჭმელს ვერ გაიკეთებს, არც მაღაზიაში ვერ ჩავა. ანუ დამოკიდებულია, მთლიანად დამოკიდებულია დედაზე, ანუ სიმბიოზურ ურთიერთობაშია დედასთან. ხო? კი. აი პიროვნული ამოცანა წეგა რო ვახსენე. აქ ის არის, რომ ბავშვმა უნდა მიიღოს და გადალახოს ის კრიზისი, რომ სამყარო არის სანდო და ამაში უნდა მოეხმაროს აუცილებლად მშობელი. და ვაინჰოლდმა ამ ფაზას დაარქვეს თანადამოკიდებულების ფაზა. ფაზა, რომელშიც ბავშვი არის პირდაპირ მიჯაჭვული დედაზე. პირდაპირ. გასაგები. რა უნდა დაკმაყოფილდეს ამ ფაზაში? რა ამოცანი? პირველი ის, რომ დედა სულ მასთან ერთად არის და სამყარო სანდოა. დედა თუ სულ მასთან ერთად არის და გარკვეულ სითბოს და ალერტს აძლევს ბავშვს, ეს ფიზიკური შეხება, მოფერება, მუდმივად, ეს მუდმივი ძალიან აუცილებელი სიტყვაა. ბავშვის პირველ 9 თვეში მუდმივობა, ეს არის ყველაზე აუცილებელი. საუბრები იავნანა სიმღერა. სულ ერთია. აი ეს ხო, რაც არის, შეიძლება ხო, როგორც ხდება. კი, შეიძლება არ უმღერო რაღაც, ანუ ფიზიკური შეხება არის ყველაზე მნიშვნელოვანი ბავშვისთვის. 9 თვის მერე ესეთი ფაზა მოდის, აი ამ ფაზას ქვია კონტრდამოკიდებულების ფაზა, ანუ აი თანადამოკიდებულების საპირისპირო ფაზა. ეხლა სანამ ამ საპირისპირო ფაზაში გადავალთ, მინდა ესეთი რაღაცა გითხრა რა. თუ ამ ადამიანმა ვერ გადავა, აი დედა არ იყო მუდმივად მასთან, ეს ბავშვი ტიროდა, სულ უნდა მოეთხოვა და ყურადღება, ეხვეწა ყურადღებისთვის, ეტირა ყურადღებისთვის, ეტირა მაშინ როცა ყურადღებას არ აქცევდა, როცა შიოდა და ასე შემდეგ და სულ იმაში იყო, რომ მოეთხოვა სამყაროსგან და დედისგან ყურადღება. და შემდგომში ეს ადამიანი რო იზრდება, უწევს მუდმივად ხალხს თხოვოს და მოითხოვოს ყურადღება ხალხისგან. ანუ ყურადღების ცენტრში უნდა ყოფნაო რო ამბობენ, ანუ ეგი არის ჩამოყალიბებული იქიდან. ხო, ბევრი შეიძლება მადედანაც არის. მაგრამ აქ ერთი არის, რომ აი სულ ითხოვს ამ ყურადღებას. აი ძალიან people pleasers ქვია რა, აი ხალხს რო ყველაფერს ეხვეწებიან და ვაიმე ძალიან მომთხოვნი. ხო. მოდი მომთხოვნი დავარქვათ ამ ბავშვს. ხო, მომთხოვნი. და არ არის მისი ემოციები და გრძნობები არ არის დაკმაყოფილებული. არ არის დაკმაყოფილებული, არ არის გათვალისწინებული. ხო, მაგრამ არ შევხვდენ ამას. თანადამოკიდებულებაში მე რა ხდება? ესო თვითონ ვერ დაიკმაყოფილა ეს მოთხოვნილებები, ამას იღებს და ტრანსლირებს სხვა ადამიანებზე და ხდება კომპულსიურად მათზე ზრუნვა. ანუ მე რო ვერ დავიკმაყოფილე რაღაცები, მე მინდა რომ სხვა ადამიანებზე ვიზრუნო. სხვა ადამიანებზე ვიზრუნო ისე რომ ვითომ ისინი იზრუნებდნენ ჩემზე. მივხვდი, ანუ საიდან შედის? რაც მე დამაკლდა იმას. გაასაგებია, საიდან შედის თანადამოკიდებულებაში, ასე ვთქვათ, ადამიანი. და საიდან შეყავს მეორე ადამიანი. მეორე შეათრევს. როგორ განმარტავ, მე როგორ გავიგე ეს? ბავშვობაში ამან ვერ დაიკმაყოფილა რაღაცა ემოციები და შემდეგ რომ გაიზარდა და ეს ემოციები და ვერ დაიკმაყოფილა და გადავიდა კონტრშეტევაზე, ასე ვთქვათ, ანუ თუ თვითონ ვერ იზრუნეს ამაზე, ამან დაიწყო პირიქით ზრუნვა და დაიწყო სიტყვაზე თავის შვილზე ზრუნვა, ან თავის ძმისშვილზე, ან თავის ახლობლებზე და ეს ყველაფერი გადასდო. ანუ ეს ყველაფერი გადაუტანა. იმას შეიძლება არ სჭირდება და ხო. და გახდა თანადამოკიდებული. მოდი აი პატარა მაგალითი მაინტერესებს, ანუ თაზო როგორც დამოკიდებული და თაზო როგორც თანადამოკიდებული. ხო. ეხაც ხო შენ თანადამოკიდებულებაში ხარ? არა. ანუ არა, თანადამოკიდებულებას გულისხმობ, ანუ რაც არის ის ახლა
ტრენდულ სიტყვად რაც წარმოგვიდგენია ჩვენ მაგალითად ყოველდღე შეხება გაქვს შენ დამოკიდებულ ადამიანებთან, ყოველდღე გადიხარ მათთან ერთად გზას და ანუ რაღაც დონეზე თანა დამოკიდებული ხარ, ხო, ამ თერაპიაში. არა. ხო და აი მოდი ეს ამიხსენი, მე არ მესმის ეს. აქ არის ის რომ თანადამოკიდებულ ადამიანს არ შეუძლია საზღვრების დაცვა. თანადამოკიდებულ ადამიანს არ აქვს საზღვრები. აი ეს მჭირდება, ხო, ეს მაგრამ არის მეორე კონტრდამოკიდებული ადამიანი, წეგრას ვახსენეთ. და ჩვენ მგონია რომ აი ძალიან მაგარი საზღვრები აქვს, როგორი პირდაპირ მიმწოლი, აგრესიული, რეზისტანტული ადამიანია, რომელიც თავის თავზეა მარტო დაყნობილი, საკუთარ თავზე არის ორიენტირებული, საკუთარ თავზე საკუთარ თავს აძლევს რუნოს ყველაფერი თვითონ, ანუ თავის თავი აქვს ცენტრში მოქცეული და სიყვარულს იღებს და პატივისცემას და არ გასცემს. გავიგე. და მეორე მხარე არის პირიქით გასცემს და ვერ იღებს. ხო, ეს არის თანადამოკიდებული და ეხლა რაც ვილაპარაკეთ, არის კონტრდამოკიდებული. ეს რას ნიშნავს ეხლა კონტრდამოკიდებული? აი მწრეზე ვამბობ რა, რომელიც არის თანადამოკიდებულების წრე, რასაც ქვია, ეს ორი ადამიანი ქმნის მაგ თანადამოკიდებულების წრეს. თანადამოკიდებული ადამიანი და კონტრდამოკიდებული ადამიანი. ეხლა მეორე ფაზა რა არის? 9 თვემდე მივედით, ბავშვი გაიზარდა. 9 თვის მერე ბავშვი იწყებს რას? დედა და მე ვარ. და მე დედა არ ვარ და დედა მე არ ვარ. აჰა. ანუ ამას გძნობს ბავშვი? გძნობს კი უკვე ხედავს და უკვე გძნობს, ყურზე ხელს მოკიდებს, თავზე, მერე ხელზე მოიკიდებს, იმაზე ხელს მოკიდებს და 9 თვის მერე უკვე საკუთარი თავის თვით ცნობიერებ საკუთარ თავს დიფერენციაცია ხდება, ესე რომ რა, ანუ დიფერენციაცია, სეპარირდება, ანუ ხდება რომ ოპა, მე სხვა ვარ და ის სხვა არის. ეხლა რა ხდება? მანამდე თუ სადაც დედა დადებდა, როდესაც დედა აჭმევდა, რასაც დედა გააკეთებინებდა, ის უნდა ექნა. ეხლა ეს ბავშვი ყველაფერზე წინააღმდეგობაში შემოდის. შეუძლია ნებისმიერ ადამიანს, ვინც გვიყურებს, გაიხსენოს თავისი შვილი, უმრავლესობა. რო 9 თვის შემდეგ 9 თვის შემდეგ ბავშვი ხდება ესეთი აუტანელი 2 წელიწადი იწყება. ყველაფერზე გეწუწუნება, ყველაფერზე გეპას, ანუ ყველაფერზე საპირისპიროს აკეთებს. კონტრდამოკიდებულებაში შედის, ანუ იწყებს თავისი საზღვრების ჩამოყალიბებას, იმიტომ რომ დაინახა რომ საზღვრები აქვს რაღაცის. მანამდე იყო ამ უსაზღვრო სისტემაში და ეხლა აქვს საზღვრები. და ეხლა რატო შემოდის აი ესეთ ეს ფსიქოანალიტიკურად ლაპარაკობ ეხლა ეს თემებით რასაც ვერ გავიგებ აუცილებლად რატო შემოდის? ანუ აი რატო შემოდის მაგალითად ეს ბავშვი კონფლიქტში და სულ რატო ჭიდაობს რამოდენიმე ხო რატო ჭიდაობს აი ამ თავის საზღვრების დასაცავად. აქ ორი რაღაც შეიძლება მოხდეს. იდეალურად ეს ყველაფერი რო გადაილახოს უნდა დაუთმოთ ბავშვა ეს დიფერენციაცია ვაცალოთ, უნდა ვიცოდეთ ჩვენ მშობლებმა, როცა ბავშვი ყავს, რომ აჰა, ეხლა აი ამ სტადიაში ეს ბავშვი და უწევს თავის აზრების დაცვა და ამაში უნდა მოვეხმაროთ. და თავშხელი არ წამოვარტყათ და არ უთხრათ როზე ჭამე და ის უკვე თავის ინიციატივებს გამოხატავს წინა განაცემაში. ეხლა მე რას მივხვდი, იცი? ბევრით არაფრით განსხვავდება დამოკიდებულებასთან, თანადამოკიდებულებისგან. უბრალოდ მაშინ საუბრობდით ბავშვზე და ეხლა საუბრობთ აღზრდელზე. ანუ ორი პოზიციაა რა, მეორე პოზიციიდან საუბრობთ, ანუ ეხა აღზრდელის თვალით დანახული, პირიქით, ბავშვის თვალით დანახული აღზრდელი. ხო, აი ესეთი რაღაცას რო ამბობენ, რომ აი რა დავაკელი. ხო. რა დავაკელით ბავშვს მშობლებთან და ის რომ არ მივეცით ავტონომიის საშუალება, არ მივეცით რატო გავიდა ქუჩაში, ან რატო დაიწყო თამაში, ან რატო დაიწყო წამლის მოხმარება, ან რატო იმიტომ რომ თავის დროზე ბავშვობაში არ მიეცა სამყაროს შესწავლის საშუალება, არ მიეცა ავტონომიის საშუალება. და ეს არის მშობლის ბრალი აუცილებლად, ერთმნიშვნელოვნად. ესე ვერ ვიტყვი, მაგრამ ჩემი აზრით ხო. მოდი ესეთ კითხვას დავსვავ. ადამიანები ცხოვრობენ ნარკოდამოკიდებულ ადამიანებთან. ჩემი აზრით, დამოკიდებული ადამიანისთვის უფრო იოლია ცხოვრება ამ სიტუაციაში, ვიდრე თანადამოკიდებულებისთვის. ამ ჩემი აზრით. იმიტომ რომ ის ადამიანი წავა არაფხიზელ მდგომარეობაში მოვა, რაღაც დონეზე დაივიწყებს და ნუ რაღაც დროის მონაკვეთში ბედნიერია. მაგრამ ესენი სულ ცხოვრობენ ამ ფონზე, რომ ეს არის დამოკიდებული ადამიანი და ესენი თვალებს ხუჭავენ, განიცდიან, ჩხუბობენ, იცოდებენ, ბევრ რაღაცას აკეთებენ. მაშინ ეგეთ კითხვას დაგისვა, ეგ რო არ გააკეთონ, რა მოხდება?
არ შეიცოდონ არაფერი ალბათ ალბათ არაფერი არ მოხდება რა მოხდება რა შეიძლება შეიცვალოს ხო აი ეს თვითონაც აინტერესებთ მაგრამ მაინც ახლა დედა და მამა და რაღაცა მაინც იმაშია ნერვიულობს განიცდის რა ვიცი ილუზიებს იქმნის რომ რა კაი ბიჭია უჯერებს ანუ მაგ დროს ყველაზე ალბათ ყველაზე მეტად მაგ დროს იჯერებ ტყუილს რომ მე შო გამოვსწორდი ბოდიში მე მორჩა გამოვსწორდი მე აღარა ვარ ეგეთი და ეს ჯერა და უნდათ შენ თვითონაც იცი რომ ერთი თვის შემდეგ რომ ცენტრში ამოვა მშობელი და ნახავს თავიშულს და ის ეტყვის გამოვსწორდი და აქედან წამიყვანეთ იმას ჯერა რომ შო გამოვსწორდა და წამოწავიყვანეთ კი აქ არის ერთი რამ რომ თანადამოკიდებულება სულ ახლავს დანაშაულის გრძნობა თანადამოკიდებული ადამიანი მუდმივ დანაშაულის გრძნობას განიცდის. მუდმივი დანაშაულის გრძნობა აქვს თვითონ მასში. რაღაცა დავაშავე. ჩემი ბრალია რომ ისეთი რაღაცა ვერ გავუკეთე. ხო, რაღაცა ვერ გავუკეთე და ისე უნება შენი ბრალია რომ მე ესეთი ვარ. ესეთი ურთიერთობა არის. იმიტომ რომ ის ამ დროს უკვე შედის აი იმ კონტრდამოკიდებულ აგრესორ მდგომარეობაში და ერთ-ერთი ამის დამახასიათებელი ის არის, რომ მე ვაბრალებ სხვებს. მე მახსოვს, ყველას ვაბრალებდი დედამიწის ზურგზე, რომ ანუ თანადამოკიდებული, რაც მივხვდი, თანადამოკიდებული ადამიანი იბრალებს დანაშაულს, ჩემი ბრალია და დამოკიდებული ადამიანი ამას აბრალებს. და რა კაი სინთეზია. და ანუ ერთ-ერთი კონფლიქტშიც არ არიან ერთ-ერთი პირიქით. ეს ისედაც იბრალებს, ეს ისედაც იბრალებს, რომ რაღაცა დავაკეთე და ჩემი ბრალია და გაყუსულია და სირაკლემის პროცესშია თუ რა პოზიციაშიც არ ამშოლობა აქვს და ის რომ ამას იგებს რომ უი თვითონ ამბობს რომ დამნაშავე ვარო და არაცნობიერ დონეზე ერთმანეთის შეგრძნებების შეგრძნება მიდის ჩვენ გვაქვს ეგ საშუალება რომ შევიგრძნოთ არაცნობიერად გავიგოთ რას გრძნობთ ერთმანეთის მიმართ. მთელი აზრი ის არის რომ აი ეს თანადამოკიდებულების წრე გავჭრათ რა შევწყვიტოთ. გუნდა შევწყვიტოთ. ცალკე არის თანადამოკიდებულებმა ერთ მხარეს უნდა იმუშაონ, კონტრდამოკიდებულ ადამიანებმა მეორე მხარეს უნდა იმუშაონ. ანუ თანადამოკიდებულ ადამიანმა მაგალითად რომელიც ცხოვრობს თავისი შვილის ცხოვრებით, რომელიც მარტო ულაგებს უთავებს და მთელი ცხოვრება მის აქვს. განკუთვნილი უნდა შემოატრიალოს ფოკუსი თავისკენ. თავისთავზე უნდა დაიწყოს ზრუნვა და სიყვარული. კი. ჩვენ მაგას ვასწავლით თანადამოკიდებულ მშობლებს, რომლებიც ჩვენთან თანადამოკიდებული ქცევის მატარებელ მშობლებს, რომელიც ჩვენ ეს არის სწორი მათქვამი, რომელიც მოდიან ჩვენთან. ვასწავლით, რომ თქვენ თავზე დაიწყეთ ზრუნვა. მოითხოვეთ პატივისცემა სხვებისგან სიყვარულით გააკეთეთ და არა შიშით. დაკარგვის შიშით კი არ გააკეთეთ რაღაცა. მისი სიყვარულის გამო გააკეთეთ რაღაცა. აი მაგალითად. რატომ არ აგდებ სახლიდან? დამოკიდებულ ადამიანს. აი დამოკიდებულ ადამიანს მაგალითად ვეუბნები, შვილია, ხო 19 წლის, როგორ შეიძლება მან ეხლა რა უნდა ქნას? აი რატო არ უშვებს სახლიდან? არ შემოუშვა და წავა რეაბილიტაცია. არ უნდა რეაბილიტაციას. როგორ არ უნდა? გაუშვი სახლიდან და საწავა. მე ის მიყვარს როგორ გაუშვა. გავიგე რომ გიყვარს, მესმის რომ გიყვარს, მაგრამ რა იცვლება ეუბნები? აი გიყვარს და რა იცვლება? რა მოხდება რომ გაუშვა სახლიდან? რამე რომ მოუვიდეს? ანუ რა არის აქ მამოტივირებელი ესე იგი? სიყვარული თუ შიში? შიში, რომელიც მართავს თანადამოკიდებულ ადამიანს. კი, შიში, რომელიც მართავს თანადამოკიდებულ. სიყვარული არის ის რომ მე მიყვარ ხარ და არ მოგცემ საშუალებას სიკვდილისას და წადი და იმკურნალე. როგორ ჟღერს აბა? არ ვიცი. ხო, ცოტა გადასაწყვეტი არის და სიმამაცია გამოსახატავი აქ. ალბათ. მაგრამ სიყვარული სიმამაცის გარეშე ვის გაუგია? არ არსებობს ეგეთი რამე. სიყვარული სიმამაცის გარეშე არ არის და შიში სიმხდალის გარეშე არ არის.
და ის რომ თვალებს ხუჭავენ ეს ადამიანები. ეგ არის შიში არის მამოძრავებელი და მაგით. და ისი ეშინია მაგ დროს. რო გავაგდო რა მოუვა მე მას. არა, მოვიდა და დამოკიდებული ადამიანი ერთხელაც და თქვა რომ всё, მე აღარა ვარ. ბოდიში კიდევ ერთხელ წამომცდა. ვორჩა მე აღარა ვარ დამოკიდებული და მე სრულფასოვნად, ანუ ფხიზლად, გამოფხიზლებულმა უნდა ვიცხოვრო. და მეორე მესამე დღეს ისევ ხედავს რომ ესეთი მოდის, მაგრამ არ იჯერებს. იმის ჯერა რა, რაც უთხრა. ეს რა ის არის, რა ვქია, ქცევა რა სიმპტომია. იმიტომ რომ ძალიან ბევრი ესეთი ადამიანი გვიყურებს და ძალიან არ უნდა კონფრონტაციაში შესვლა, ეშინია კონფრონტაციის, არ შედის კონფრონტაციაში და უნდა რომ შეინარჩუნოს სიმშვიდე. ეს ხო იგივეა, რაც ის რო ეძებს სიმშვიდეს, დამოკიდებული ადამიანი და რაღაცა დოზა მოიხმარა და სიმშვიდეში არის, ესეც ამ სიმშვიდეს ესეც იმ მომენტში სიმშვიდეს იღებს, ხო? ანუ სიმშვიდეს იღებს რომ მოვიდა. ძალიან კარგი კარგად შეეხედა, კარგი ის მოიყვანე ახლა შედარება, ძალიან კარგი, ძალიან კარგად შეეხე, მე მომეწონა. კი, ეგ არის. ანუ ორივე იღებს მომენტალურ შვებას, მაგრამ ორივე ცხოვრობს შიშში. თავარი რომ მომენტში ორივე მიიღო ეს моментალური ხო, რაღაცა დროის. ანუ საღამოთი დაიძინა და ამანაც შვიდად დაიძინა, რომ სიტყვაზე ჩემზე ვიტყვი ნიკა სახშია. და სიმშვიდე გვაქვს. ყველაფერი ძინავს, არაფერი არ ხდება, იმ დროს მოხმარების ქვეშ არ არის, იმ დროს კაიფში არ არის ადამიანი, იმ დროს არ თამაშობს, იმ დროს ალკოჰოლზე არაა დამოკიდებული და ძინავს. ესე იგი, სულ რო ეძინოს იმის დამოკიდებული ადამიანი, თანადამოკიდებული ადამიანისთვის ეს იქნება იდეალური. და ამიტომაც ხდება ალბათ, რომ დილას არ გააღვიძებს 8 საათზე კაი ეძინოს, ცოდუა, არ გაიღვიძოს. ანუ რამდენი ეხლა მომდის ეს ყველაფერი, მე ეს ნაფიქრი არ მაქვს. და კიდევ მინდა შეკითხვა დაგისვა ესეთი, რომ ეს გასაგებია მშობლის პოზიცია, ანუ ვინც ახლოს ცხოვრობს ამ ადამიანთან, მაგრამ აი მეგობარს რომელსაც უნდა დაეხმაროს დამოკიდებულ ადამიანს თავის მეგობარს, მას ბევრი გზები არ აქვს. ბევრი რესურსი არ აქვს, რომ ეს გააკეთოს, ერთი შეიძლება ეჩხუბოს, ანუ როგორც შენ ამბობდი, ძალიან მომწონს ის მაგალითი, რომ ესა თამაში. დამოკიდებულება არის თამაში, სადაც არის ერთი მსხვერპლი, აგრესორი და მესამე დამცველი. და ეს უნდა გადავიჭრათ. მაგრამ როგორ ვქნათ, ეს არ ვიცით. აი მე მაგალითად ჩემს მეგობრებს როგორ დავეხმარო. მეც ხო თანადამოკიდებული გამოვდივარ, იმიტომ რომ სულ კავშირში ვარ ამათთან და მეც უნერიულობ და მეც შიშები მაქვს, როგორც დედას, მამას და ასე შემდეგ. მესმის. და ეს დახმარება, მე რო იძახი რომ მე მინდა დავეხმარო, რა არის შენთვის? ანუ როგორ მოვიყვანო სარეაბილიტაციო ცენტრში? ის თავის უნდა მოვიდეს, შენ რატო ეხები მანდა? ანუ მე ხომ მткиვა ეს ყველაფერი. მეც ხომ მткиვა. ანუ მე მინდა რომ ჩვენ ფხიზლად ვიურთიერთოთ. ანუ შენ მткиვილს ვერ უძლებ. ხო, ანუ მინდა რომ შეცვალო სხვა ადამიანი. ანუ მე ვცვლი? არა, მე არ მინდა რომ შეცვალო ადამიანი, მე მინდა რომ დავეხმარო მას. მან გთხოვა დახმარება. არა. აბა დედა ტერეზა ხარ? აბა დედა რატო ეხმარება? დედა არ ეხმარება, მე მაგას გეუბნები. დედამ უნდა უბრალოდ ანუ მეც უნდა გავაგდო და უთხრა რომ როცა ფხიზელი იქნები, მაშინ მოდი და მე ვიმეგობროთ. მესმის არ არის ძნელია და შეიძლება მაგას მოყვეს განსჯა ჩვენი სოციუმის, მაგრამ ვინ ამბობს რომ სოციუმი ყოველთვის სწორად განსჯის. ნუ ეგ კითხვა აუცილებლად ძალიან ბევრს გაუჩნდება, აგერ ლაპარაკობთ თქვენ ადამიანებო თანადამოკიდებულებაზე და ჩვენ რომლის გვერდზეც ცხოვრობენ, მეგობრობთ ამ ადამიანებთან. ეს რამე არის, ნახე. ურთიერთობის სამი ვარიანტი არის. ერთი არის ესეთი რამე. მეგობარია, ცოლია, პარტნიორია. ერთი არის ესეთი რამე. მე ვხედავ შენ ქცევას, მესმის შენი ქცევის. მაგრამ მე არ ვარ ისეთი ძლიერი და არ შემიძლია ამას გაუძლო და ვუყურებდე. მე ეს მხვდება და ძალიან მტკივნეულია ჩემთვის და ამიტომ
ვერ უძლებ ფაქტიურად და მე ვწყვეტ შენთან ურთიერთობას. ეს არის ძალიან ჩამოყალიბებული და ძალიან ეფექტური ნათქვამი, სწორი ნათქვამი, ანუ არ ირღვევა არავის საზღვარი, ხო? დამეთანხმებია რა, აქ საზღვარი არ ირღვევა. არა, მე სხვა ერთი. გასაგები. მეორე არის ესეთი რამე. მე მესმის შენი ქცევის. მესმის რომ შენ სხვა გზა არ იცი, თუ როგორ უნდა გაართვა მაგ ტკივილს თავი. მე შენ გვერდით ვარ, უბრალოდ მითხარი რა შემილია გავაკეთო შენთვის. ეს არის მეორე. მე არ გტოვებ და შენთან ერთად ვარ. მაქვს მაგის რესურსი, რომ ვიდგე ამასთან ერთად. და არის მესამე. მე შენთან ერთად ვარ. მე არ მინდა იყო ისეთი როგორიც შენ ხარ და მე მინდა რომ შეგცვალო შენ და ეს არის ტოქსიკური ურთიერთობა. ანუ მან სადაც ჩვენ გვინდა რომ შევცვალოთ ადამიანი, კი. ჩვენ არ უნდა შევცვალოთ ადამიანი, ჩვენ უნდა ვეცადოთ რომ მან დაინახოს სხვა გზა. აი ამ გზის გარდა მან დაინახოს სხვა გზა. მოდი ჩამოვაყალიბოთ, ანუ მოკლედ რო ვთქვათ ეს სამი ქცევა. სამი ურთიერთობა არის. რომელიც შეგვიძლია ჩვენ მეგობრებმა, ან პარტნიორებმა კონდეს სხვა პარტნიორის მიმართ. ისე თუნდაც დედას, მამას, ბიძას, ბიძოლას. ერთი არის ესეთი. რომ მე ამ ურთიერთობაში შენი ქცევა ძალიან მტკივა, არ შემიძლია ამის გადატანა. ჩემი ცხოვრებას კი, მიყვარ ხარ, მაგრამ მე ამას ვერ უძლებ. და ჩვენ უნდა დავშორდეთ. ჩვენ მეგობრები აღარ ვიქნებით. ანუ არ შემიძლია შენთან ყოველდღიური ურთიერთობა. ხო, მეორე არის ესეთი. მე შენ მიყვარ ხარ. მე მესმის შენი ქცევა. მესმის რომ შენ ჯერ სხვა გზა არ აქვს ნაპოვნი, თუ როგორ გაართვა ამ ტკივილს თავი. მე შენთან ერთად ვარ. და რა შემიძლია გავაკეთო, რომ დაგანახო, რომ არის სხვა გზაც. აი ამ მე შენ ურთიერთობაში. და მესამე. მე მინდა შენთან ერთად ყოფნა, მაგრამ მე მინდა რომ შენ შეგცვალო, იმიტომ რომ მე არ მომწონხარ ისეთი როგორიც შენ ხარ და მინდა ისეთი იყო როგორიც მე მინდა და მე ვაპირებ რომ შეგცვალო. და ყველაფერს ვიზავრო შეგცვალო. ეს არის ტოქსიკური ურთიერთობა, მესამე. სამი ქცევაა, რომელიც სამი ქცევაა და მესამე არის ტოქსიკური. პირველი არის ძალიან ჯანმრთელი, ანუ არ შემილია, არ მაქვს მე რესურსი. მე თვითონ დავიღუპები. ხო, ეგ შეიძლება შულსაც უთხრა. კი, მე თვითონ დავიღუპები, შვილო, მე თვითონ დავიღუპები, ცოლო, მე თვითონ დავიღუპები, ქმარო, მიყვარ ხარ, მაგრამ აქ გავჩერდეთ. ანუ სიყვარულად, მაგრამ მე თვითონ თუ მოუკვდი, ჩაკევი, რაღაც მინდა ეგრე, ხო? ანუ მე მოუკვდები და შენ ისევ გააგრძელებ ამ ცხოვრებას. იმიტომ რომ ვერ უძლებ მე. ესეთი ბევრი ყოფილა. და წყარად მივდივარ, შენ როგორიც ხარ, ისეთი ხარ და ეგეთის მიყვარ ხარ, მაგრამ მე ვერ უძლებ ამას. შენი კი არაფერ შუაში არ ხარ. ხო, არა. აღარ ამას რასეუბნები, შენ კი არაფერ შუაში არ ხარ. აქ მე არ შემილია. მეორე არის ის, რომ მე შემილია, მაქვს მაგდენი რესურსი და მოდი გავაკეთო და ვიმუშაოთ ერთად. რა გზა მოუნახო რომ შენ სხვა გზას დაინახო. მე გიღებ ისეთი როგორიც ხარ, არ ვაპირებ შენ. აქ მე არ ვარ შენ შესაძლებლად. ეს კარგია რომ ამ შიგნით შევედით ამ თემაში, იმიტომ რომ ჩვენ შეგვიძლია ბევრი ვილაპარაკოთ მეცნიერების დონეზე, ბევრი რაღაც აუხსნათ, მაგრამ სანამ კონკრეტულად არ მიუტანთ ამას და არ ვეტყვით რომ ესეთი რაღაცები შეიძლება ადამიანებს. მაგალითად ჩვენ არის დარეკვები პარასკევს. ცენტრში პარასკევს დარეკვები. შაბათიდან ხუთშაბათამდე ყველაფერი კარგად არის, ერთობიანის და პარასკევს რეკავენ და იწყებენ აი ამ თავდასხმას და აგრესიას მშობლებზე და რა გზნობას იწვევენ მათში? დანაშაულის. აქედან მიდის აი ეს რეაბილიტაციიდან? ხო, რეაბილიტაციაზე ხო რეკავენ პარასკევები და აქედან მიდის მშობლებთან რომ აჰა, შენი ბრალია მე, აჰა, წამიყვანს უარ უნდა შეიძლება წასვლა, მაგრამ დანაშაულის გზნობას იწვევს. იქიდან ესენი ის გააკეთე, რასაც გეუნებიან, შენ სხვანაირი უნდა დაბრუნდე. ანუ ტოქსიკური ურთიერთობა. ორივე ცulis ერთმანეთს. იმიტომ რომ აქ არის
ფოკუსი არასწორად. სხვათა შორის არ დავკვირვები ვარ და ეხლა მივხვდი რომ პარასკევ დღეს რაღაცა დღეს მხვდებოდნენ ხოლმე არ ვიცი პარასკევს იყო ცოტა აგრესიულები იყვნენ რეაბილიტანტები და რო აუდიოდი სადღაც სხვა დღეს შაბათ-კვირას რაღაცა როცა ის ხდება ხოლმე წვადის ბაზე ინსტიტუტობა ჩვენივრად არის რატო იცვლებიან ეს და არასოდეს არ გამჩენია ეს კითხვა იმიტომ რომ დანაშაულის გზნობა აქ თელ ყურადღებას ჩვენ ვაქცევთ კომუნიკაციას რა კომუნიკაცია აქვთ მათ რატო? იმიტომ რომ ყველაფერი მოდის ურთიერთობიდან. ანუ ყველაფერი ეს რასაც ჩვენ ლაპარაკობთ, ყველაფერი ეხება რას? ურთიერთობას, მე შენ ურთიერთობას, დამოკიდებულებას და ნებისმიერი რამ რაც არის სამყაროში ყველაფერი არის დამოკიდებულება და ურთიერთობა. ხო? ურთიერთდამოკიდებულება. კი, მე მაგალითად ვიცი რომ ცენტრში ხშირად მოყავთ ხოლმე მეგობრებს. და ეს ძალიან მომწონს, ვიდრე დედას და მამას მოყავს და ცოტა ის ტრაგიკული სიტუაცია ხოლმე. მეგობარი უფრო რაღაცნაირად, იმიტომ რომ ამით ასაკობრივად ერთნი არიან, ალბათ იდეურად რაღაც ანუ რატომ მეგობრობ ადამიანთან, იმიტომ რომ რაღაცა მიზნები, საერთო მიზნები, აზრები და რაღაცეები გამოჩნია ხო ამ ადამიანთან, ფასეულობები. ანუ ამ მეგობრებს რომ მოყავთ ამ ცენტრებში, მე ეს მომწონს. რა მინდა ვთქვა? როგორ შენ ჩამოაყალიბე ეგ სამი ქცევა და რომელი აქედან ყველაზე სწორი, რომელიც ამ ადამიანებს დააყენებს სიფხიზლის გზაზე. აი თანადამოკიდებულება. ვერით ეს რომელიას თუ ვერ უძლებ, უნდა წახვიდე მაგურთი, თუ არ შეგილია და არ გაქვს რესურსი რომ ამას თავი გაართო. ხო, მაგრამ ეს ადამიანი ხო შენთვის ძვირფასია. არა უშავს, შენ თუ დაიკარგე რაღა გამოვა. გავიგე, მაგრამ ანუ რაღაცა მიდგომა ხო არსებობს, ეხლა მეგობარი თუა ვიცნობ მე ხო ამ ადამიანს. გასაგებია უარყოფაშია ის სიტყვის რომ არა ვარ მე ეგეთი და თავი დამანებეთ, კაცო არ რას მერჩით, მეორე დღეს მოვა და 50 ლარს ან 60 ლარს ან 100 ლარს მოგთხოვს რომ წავიდეს და იყიდოს ნარკოტიკები, ან წავიდეს და ითამაშოს, ან წავიდეს და დალიოს, აუცილებლად მოგადგება, შემდგომ სანამ ფული არ დაჭირდება, შენ აღარც გაახსენდები, შენ ნერვიულობ ამაზე. და ის რო დარეკავს კიდე უფრო ნერვიულობ რო აი ხა ეს შენ ნერვიულობ? მე არ ნერვიულობ. ნერვიულობ კი. მე რა არის რა განერვიულებს? არა, იმ ადამიანზე ვნერვიულობ, იმიტომ რომ ის ადამიანი ჩემი აზრით იღუპება. შენ მის შეცვალინდა. ალბათ. მე არ ვამბობ რომ მე კარგი ვარ და ვიღაცა ცუდია. მეც ცუდი ვარ, მეც რაღაცაზე ვარ დამოკიდებული. მე უბრალოდ გეუბნები ის რაც არის დღევანდელ მოცემულობაში, დღევანდელ რეალობაში, ქვეყანაში, რაც ხდება და რაზეც მთელი ერი ალბათ ნერვიულობს, რაზეც არ საუბრობენ ეს ადამიანები და რასაც ძალიან განიცდიან, იმიტომ რომ არ შეიძლება უახლოესი ადამიანი, რომელიც არის წამალდამოკიდებული, რომელიც არის თამაშდამოკიდებული და ალკოდამოკიდებული არ შეიძლება ამაზე არ ინერვიულო. არ ვიცი რატომ ნერვიულობ, მაგრამ მე ნერვიულება. ეს არ თავს კარგავ ეს ქვია ამას თერაპიაში. ნახე. ჩვენ თქვით რომ ერთხელ თერაპიას გავაკეთებო და ეს შემთხვევა არ არის შემდეგ პოდკასტისთვის გადავიტანოთ. უბრალოდ ბევრი კითხვები მაქვს და ემოციური ვარ ამ შემთხვევაში. მე როგორც თერაპევტი თუ ვკარგავ რომელიმე ურთიერთობაში საკუთარ თავს მოდი თერაპიის ჩვეულებრივი და თერაპიული ურთიერთობა არის ჯანსაღი ურთიერთობა და კარლ როჯერსი ამბობს ესეთ რამს რომ ნებისმიერ ადამიანთან შეგიძლია გქონდეს თერაპიული ურთიერთობა. რა არის თერაპიული ურთიერთობა? აი ამ მე შენ ურთიერთობაში, როცა მე შემიძლია ვიყო მე და არ დავკარგო ჩემი თავი. არ გამიქნიოს სადღაც ასე ვთქვათ. ანუ არ შევყვე. არ შევყვე, არ შემოვყვე, არა, უბრალოდ ვიყო შენთან ერთად და ვაკვირდებოდე ჩემთანში რა პროცესები მიდის. ანუ მე სინამდვილეში ამ მომენტში ვარ უბრალოდ თანაზიარი და მეტი არაფერი. მე არ ვაფათურებ ხელებს. მე არ გცვლი. მე უნდა ვიყო უბრალოდ მე და აი ის რომ მე ამ ურთიერთობაში შემილია დავჩე მეთ ეს ურთიერთობა გცვლის შენ. აი ხო, კი მივხვდი. მე თუ შემილია მოვისმინო იმ შენი ღრმა ჩრდილების რომლის შეხება შენთან არ გინდა
და მე მაგას შემოყევი ისე რომ მე არ განგსაჯე, არ გავიქეცი, არ დაგაბრალე, არ დაგავალდებულე. შიშთან დაუჩი შენთან ერთად. შენთან ერთად არ შეგაფასე, არ შეგაქე, უბრალოდ დაურჩი შენთან ერთად. როგორია? და ამ ურთიერთობაში მე უბრალოდ ის გავაკეთე, რომ მე არ დავკარგე საკუთარი თავი და ვიყავი შენ ურთიერთობაში მე. და შენ აი ამ ფონზე რო ხედავ რომ ოპა ეს არ მაფასებს არისა და შენში იწყება ცვლილებები. ზუსტად ეს არის ნება. ნებაში ხდება ეს. ჩვენ არ ვცვლით ადამიანებს, ჩვენ მათთან ერთად ვრჩებით, მათ ტკივილთან ერთად ვრჩებით, ვხვდებით ერთგვარი ჭურჭელი მათი გრძნობებისა, რომელიც არ განსჯის, რომელიც არ აფასებს, რომელიც რჩება მათ მიმართ მხარდამჭერი, აი ესეთი ურთიერთობით რომ შემოვდივარ შენთან, და შეიძლება ეს არც გითხრათ, უბრალოდ ჩემს გამომეტყველებაში და ჩემს მიმიკებში და ამ ველში ხვდები რომ მე შემილია აი ამ რაღაცებთან ისე დარჩენა, რომ შენ არც გაფასებ, არც გცვლი და მე ვიცი რომ თან შენ შემძლე ხარ იმისა რომ ეგ შენით გააკეთო. ანუ და აქეთ მეორე მხარეს ხვდება რომ ვიღაცა მისი გაიგო. ვიღაცა მისი გაიგო და მიიღო ისეთი როგორიც არის და ეს ვიღაცა ვაფშე არ უფათურებს, არ ცვლის. ეს არის ის თერაპია, რომელიც ჭირდება დამოკიდებულ ადამიანს და სხვა არაფერი არ ჭირდება. და აუცილებლად თანადამოკიდებულ ადამიანს. აუცილებლად. იმიტომ რომ თუ ერთ გზაზე არ მიდიან ესენი. კი, თუ ერთ გზაზე არ მიდიან ესენი. სხვადასხვა გზაზე ივლიან. სხვადასხვა გზაზე ივლიან. ანუ აი ხა მივხვდი რა საჭიროა, მართლა მივხვდი რა საჭიროა დამოკიდებული ადამიანებისთვის. ერთი და იგივე თერაპია დამოკიდებულების და თანადამოკიდებულის და ეხლა მივხვდი რას ნიშნავს დამოკიდებულება და თანადამოკიდებულება. და მე ვიცი დიდი ხანია ის რომ სულ მეკითხები, ანუ შენ სხვა კლიენტებთან მუშაობ, ანუ დამოკიდებულებთან მუშაობ თუ რა მნიშვნელობა აქვს? პრობლემა ერთია. ის ვინც უნდა გაყვეს ამ ადამიანს იქ სადაც თვითონ არ ჩადის მარტო. იმიტომ რომ იქ სადაც არ ჩადის მარტო, რატო არ ჩადის? რატო არ ეხება იმას? იქ აფასებდნენ, ის არ შეიძლება, ეგ არ გააკეთო, ესეთი ნუ იქნები. სულ შეფასება მოდიოდა. ეს თერაპიები ბოდიში არ ვიცი, შეკითხვა უნდა დავსვა თუ არა, მაგრამ აუცილებლად გამიჩნდა. ეს თერაპია თანადამოკიდებულებისთვის. ანუ საქმეს რომელსაც აკეთებს შიშით. ის საქმე შეუძლია რომ სიყვარულით გააკეთებინო სამ თერაპიებმა? ანუ ამაზე ნახე, ძალიან მაგარი კითხვა არის, აი პოდკასტის კითხვა არის. ძალიან მაგარი კითხვა არის. ნახე. ძალიან მაგარი წიგნი არის ესეთი Rich Dad Poor Dad კიოსაკის. ძალიან მიინგლისურებს ალბათ. ეხლა ქართული რაღაცა თქვი. ქართული მამა და ღარიბი მამა რა. ძალიან მაგარი წიგნი არის. და მან არის ესეთი რაღაცა რომ ესეთ რაღაც ამბობს რომ ორი სურვილი ორი რამ ამოძრავებს ადამიანს, არის შიში და სურვილიო რა. და თუ არც ერთი არ გამოგაგძრავებსო, შენ გაუგე ცხოვრებასო, მოკლედ მაგას ამბობს. კარგი, ეს ისე როგორ ხდება ტრანსფორმაცია მაინტერესებს ხო ნახე ეხლა ეგ რო გავიგოთ ბევრი რაღაცა მომდის თავში ბევრი საინტერესო რაღაცა მომდის ეხლა და მინდა რომ ეს ჩამოვაყალიბო და ისე ჩამოვაყალიბო რომ ჩვენმა მსმენელმაც და ვინც გვიყურებს მაყურებელმაც გაიგოს რას ვეხებით თუ ჩვენ ეს სიყვარული დავაშენე ჩემს ტრავმებზე ჩემს იმაზე რომ მაგალითად აი მე გეტყვი ცხოვრებაში ყავდა ხო ეხა ყავს მეუღლე ძალიან მიყვარ ხარ მარიამ ყავდა სხვა ადამიანებიც სხვა მეუღლეც მყავდა მეუღლეებიც და რომლებიც გიყვარდა ასევე ხო მაგრამ ნახე რა ხდება აი ყავდა ვიღაც ადამიანი მყავდა მაგალითად კარგად დაიწყე წეღან
თუ ჩემი სიყვარული დავაშენე ტრამვებზე. ეხა განახებ რას არა, ეხა ვიძახი რა, ჯერ ვიტყვი და მე ავხსნი ამას ფსიქოლოგიურად. მე ვიღაც ადამიანი მიყვარს და მთელი არსით და სულით მიყვარს და რაღაცა მოხდა მე და იმას შორის და ვიჩხუბეთ მაგალითად და მე ვიგრძენი საშინელი ტკივილი, დაკარგვის შიში, ვიგრძენი მიტოვებულობის შიში, მიტოვებულობის განცდა ვიგრძენი, შიში ვიგრძენი, უარყოფა ვიგრძენი და ეს სხვადასხვა რაღაცები ვიგრძენი. და უცბად გამოვედი, წავედი სადღაც და იმ დღესვე ან მეორე დღესვე გავიცანი ვიღაც ხო გოგო და იგივენაირად მიყვარს ის გოგო როგორც ეს მიყვარდა გუშინ. აი იმენა იგივენაირად მიყვარს. და იმ გოგომ რო გაწყენოს იგივენაირი ტკივილები გექნება. იგივენაირი ტკივილები მექნება. იგივენაირად მიყვარს ეს გოგო. რა ხდება? ანუ მე ეს ადამიანი კი არ მიყვარს. მისი ყოფნა მიყვარს ჩემს ცხოვრებაში, რომელიც ფარავს აი ამ ჩემ ტრავმებს და რაღაცა დაუკმაყოფილებელ მოთხოვნილებებს. მე თუ ეს სიყვარული დავაშენი ამაზე, ეს ვერ არ არის ნამდვილი სიყვარული. ეს არის შენი ემოციების და გრძნობების და სურვილების დაკმაყოფილება. დაკმაყოფილება, რომ შენ უბრალოდ მარტო არ იყო. მარტო არ ვიყო, კი ბატონო. ზუსტად ეგ არის. ხო ჩავწვდით რა. ანუ ეს მე მომდიოდა, პირადად მე მომდიოდა რა. აი თელი სულით და გულით შეიძლება ერთი მიყვარდეს, მიყვარდა და უცბად მიყვარს სხვა. ხო. აი ეგ როგორ შეიძლება? ხო მე მივხვდი რომ ანუ მე ის ადამიანი კი არ მიყვარს. იმის ყოფნა მიყვარს ჩემს ცხოვრებაში და ვინ იქნება სულ ერთია. ოღონდ აი ესენი არ წამოვიდეს წინ. ეს რასაც ეს ფარავს. აი ეს არის ტრავმაზე აშენებული სიყვარული. აი ეს არის სიყვარული რომელსაც ფუნდამენტი არ აქვს. ანუ მე-6 სართულიდან რომ დავიწყოთ სახლის შენება და დაახლოებით იგივე პონტია რა. არის სიყვარულზე დაშენებული სიყვარული. სიყვარულზე დაშენებული სიყვარული არის ის აუცილებელია მაგდრო საკუთარი თავი უკვე გვიყვარდეს. აუცილებელია და ერიკ ფრომის ესეთი სიტყვებია რომ მე თუ ჩემი თავი არ მიყვარს და მარტოობაში ჩემი თავი არ შევიყვარე, მე ვერ მიყვარება სხვა. და საკუთარი თავის სიყვარულის გამოვლინების ყველაზე მაღალი საფეხური არის დისციპლინა. ხო, ეს ძალიან მომწონს და დისციპლინა არის საკუთარი თავის სიყვარულის ყველაზე მაღალი საფეხური. ძალიან საინტერესო არის ეგ. და აი ეს თუ ავაშენე, მე შემიძლია სხვა ადამიანით შევიყვარო. ისეთი ის როგორიც არის. მიიღო და შეიყვარო. მიყვარდეს როგორიც არის. მაგრამ ის რომ მიყვარდეს როგორიც არის, მე ჩემი თავი უნდა მიყვარდეს ისეთი როგორიც ვარ. ეს დამოკიდებულ ადამიანებთანაც ეგრეა? ანუ ყურე ის დამოკიდებული ადამიანებიც რომ შემოვიდნენ ხო სრულიად ეგოისტები არიან, ანუ კონტრს ვამბობ. ხო. სრულიად ეგოისტები არიან. თავის თავზე ორიენტირებული არიან, იმათ არც ის არ უყვართ ის მდგომარეობა, სადაც სიმშვიდეს მოიპოვებენ და არანაირი სიყვარული არ არსებობს სხვა. ჩემი აზრით ეს. ხო. შეიძლება ძალიან მოსიყვარულეები არიან შინაგანად, მაგრამ ამას ვერ გამოხატავენ. იმ მომენტში, ანუ ცხოვრობენ უსიყვარულოდ. როდესაც თერაპიები მიმდინარეობს, ამათაც ხო შიშები ამოძრავებთ რაღაცეები. ანუ ეს ტრანსფორმაცია სიყვარულში როგორ გადადის, როგორ გარდაიქმნება, როგორ ტრანსფორმირდება ეს შიშები სიყვარულში ამ თერაპიის დროს. ეს არის ჩემთვის საინტერესო და ალბათ ჩვენი მაყურებლისთვისაც საინტერესო. ის რომ თერაპევტს შეუძლია დარჩეს მასთან ერთად, ამ შიშებთან ერთად, მის გვერდზე და მიიღოს ეს ადამიანი თავისი შიშებით, ეს ადამიანი იწყებს ანუ მე რომ მივიღო ეს ადამიანის შიშები, მე უნდა მეც მამაცი უნდა ვიყო. თერაპევტი მამაცია. მამაცი ის არის, ვინც თავის შიშებში იყურება და თავის შიშები აკვირდება თავის შიშებს. თუ მამაც ადამიანსაც აქვს შიშები. რა თქმა უნდა. და თერაპევტი ეს ადამიანი, ვინც თავის შიშებში ჩაიხედა და თავის შიშებში ჩახედული ადამიანი სხვის შიშებთანაც შეუძლია დარჩეს. და აი ეს ურთიერთობა პროცესი კურნავს.
მე რო შემილია რომ შენ გვერდზე ვიყო მანდ. ძალიან საინტერესოა თანადამოკიდებულის თემა, მე მგონი დღეს ვერ დავამთავრეთ და ალბათ ბევრ პოდკასტებში ამას დაუბრუნდებით, როგორც დამოკიდებულების თემას, ისევე თანადამოკიდებულების. სიყვარულის დაშენებაზე ერთს დავამატებ რა. მოდი დასავლური ჩვენი კულტურიდან გამომდინარე ესეთ რაღაცას ვიტყვი. ქრისტეს გარეშე გაკეთებული სიკეთე არ არის. ანუ მე თუ სიკეთე გავაკეთე შიშისგან, მე თუ სიკეთე გავაკეთე ქრისტეს სიყვარული ამ შემთხვევაში. მაგისგან, ხო, სიყვარული ამ შემთხვევაში კი და ყველა შემთხვევაში. თუ მე სიყვარულის გარეშე გავაკეთე სიკეთეთ არ ითვლება. სიკეთე მაშინაა, როცა მე ეს გავაკეთე სიყვარულიდან გამომდინარე. მთელი გრძნობა ჩავდი ამის. სიყვარულით გავაკეთე ეს ყველაფერი და არა შიშით. მე ამას სიკეთეს ვაკეთებ, რომ მე არ დავკარგო, მე ამას სიკეთეს ვაკეთებ, რომ რაღაცა არა. მე ამ სიკეთეს უბრალოდ ვაკეთებ. ეგ არის ერთ-ერთი თავარი და ფუნდამენტი ამ ყველაფრისა, რომ ჩემი სიკეთე დაშენებული იყოს ჩემი თავის სიყვარულზე. ყველაფერს საწყისი და დასასრული არის სიყვარული ალბათ. რო შევაჯამოთ თაზო დღევანდელი ძალიან ბევრი რაღაც გავიგე, მე თვითონ პირადად რაღაცით დავკმაყოფილდი და ალბათ ჩვენი მაყურებელიც დავკმაყოფილდა, გავიგეთ რას ნიშნავს თანადამოკიდებულება, რა როლს ასრულებს დამოკიდებული ადამიანის ცხოვრებაში, გავიგეთ თუ როგორ უნდა ვმართოთ ჩვენი გრძნობები და ემოციები და როგორ უნდა მოვიქცეთ რაღაცა სიტუაციებში. ძალიან ვერ დაგამთავრებინე და მომწონს შენი მაგალითი, როცა ეს ამას განიხილავ თამაშად ამ პროცესს, სადაც არსებობენ სამი ადამიანი თუ ბევრი ადამიანი, რომლებსაც თავის როლები აქვს გადანაწილებული და აუცილებელია ეს. მე არა ერიკ ბერნი განიხილავს ეგ. ხო, ანუ შენი მაგალითი მომწონს, მე არ ძალიან ბევრი წიგნი წამაკითხე, ასე ვთქვათ, შენი საუბრიდან და შენი მსჯელობიდან. ძალიან ბევრ რაღაცებს ვეხები და ძალიან მომწონს და მინდა რომ მესამე პოდკასტი იყოს წინაზე 2-ჯერ მაგარი და წინის წინაზე 4-ჯერ მაგარი. ძალიან საინტერესო. რაზე იქნება შემდეგი პოდკასტი, მოდი ესე ვთქვათ. შემდეგი პოდკასტი ჩვენ დამოკიდებულების და თანადამოკიდებულების თემას არ გავცდებით და მე მინდა რომ სარეაბილიტაციო ცენტრის აუცილებელ მნიშვნელობაზე ვისაუბროთ. ანუ ცენტრი როგორც ტრანსფორმაციის ან მოდი ახალი ცხოვრების დაწყების წყარო. მოდი აი ესე ვთქვათ, რა ვიცი. მოდი სარეაბილიტაციო ცენტრი ახალი ცხოვრება, ანუ გადაწერე შენი ცხოვრების სცენარი, როგორც შენ ამბობ ხოლმე. გამოვიდეთ ისევ ერიკ ბერნიდან. კარგი. ძალიან საინტერესო იყო დღეს, ალბათ თანადამოკიდებულმა ადამიანებმა, ასე ვთქვათ, ჭყალებში თანადამოკიდებულ ადამიანებს, ვისაც უხდებათ დამოკიდებულ ადამიანთან ცხოვრება, ალბათ ბევრი რაღაც გავიგეთ დღეს და უფრო მეც გავიგებთ. ეს თემა არის ამოუწურავი და მერტმაქნას რომ მალე გავიდეთ ბოლოში. ერთი რაღაცა მინდა ვთქვა კიდე, რომ ჩვენი თემა და აქ რასაც ვლაპარაკობ, ჩემს უკან დგას ჩემი მრავალწლიანი გამოცდილება, როგორც მოხმარებაში, როგორც აი ამ დესტრუქციულ და ტოქსიკურ ურთიერთობებში, ასევე მათ ანალიზში და ასევე უკვე მეორე მხარეს, სადაც მე ვსწავლობ, ვკითხულობ და მოღვაწეობ როგორც მოგეხსენებათ და მინდა გითხრათ, რომ ყოველი ჩემი სიტყვა უკან უდგას ჩემი გამოცდილება და ზღვა მასალა წიგნებისა, რომელიც ეს არაა მოტანილი უბრალოდ საიდანღაც დასიზღვრებული, ეს არის ყველაფერი ამოღებული და დღეს 21 საუკუნეა უკვე ფსიქოთერაპია ძალიან ღრმად ჩავიდა და ყველაფერი განმტკიცებულია, რა თქმა უნდა, სხვადასხვა ფსიქოლოგების კვლევებითა და evidence based როგორ კვლევებზე დაფუძნებულ მე დავამატებდი იმას. ხო, კვლევებზე დაფუძნებულს ლაპარაკობ, რომელიც ამყარებს ჩემს გამოცდილებას, რომელიც მე პირადად გავიარე თანადამოკიდებულებაშიც, დამოკიდებულებაშიც და მოკლედ ყველა ამ ეტაპზე. ხო და მე დავამატებდი შეგაქებ და შენს ცოდნას და გამოცდილებას უფრო ამყარებს ბევრ სარეაბილიტაციო ცენტრში
რეაბილიტაციის, რესოციალიზაციის გავლის და ეხლა მსახურებისა, მოდი ესე დავარქვი, იმ ცენტრებში, რომელშიც შენ გიმუშავია და ძალიან დიდი საქმეა გაკეთებული საქართველოში ამ ხრივთ და ძალიან ბევრი ადამიანს შველი. არა მარტო საქართველოში. ხო, არა მარტო საქართველოში, უკრაინაშიც, აზერბაიჯანშიც და ძალიან კარგია რომ ესეთი ცენტრი გააკეთე, ესეთი ცენტრი არსებობს და ძალიან ბევრი ადამიანს ეხმარები. პირადად მეკითხდი მადლობას რომ შენ ადამიანების გადარჩენაში იღებ მონაწილეობას. მადლობა თაზო, მადლობა თქვენ ძვირფასო მაყურებლებო, მსმენელებო. ჩვენ აუცილებლად დაგიბრუნდებით შემდეგ კვირას.